საშობაო ბაზრობებსა და საახალწლო გამოფენებს სულ უფრო მეტი მცირე ბიზნესი პროტესტს უცხადებს. იმის მიუხედავად, რომ ამგვარი ბაზრობები ამ მცირე მეწარმეებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, ეს ადამიანები თვლიან, რომ ახლა საახალწლო დღესასწაულის დრო არ არის. გამომდინარე ქვეყანაში არსებული ვითარებიდან შეიქმნა სპეციალური პლატფორმაც Happy EU Year G, ანუ ბედნიერი ევროკავშირის წელი, რომელსაც 300-მდე მცირე მეწარმე შეუერთდა. ნინო გიგაური მოგუყვება მეწარმეების პროტესტის და მოქალაქეობრივი პოზიციის შესახებ. ნინო გისმენთ. ამ ახალ წელს მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ შეიძინონ ისეთი პროდუქცია, რომელსაც ყოველ ახალ წელს ყიდულობდნენ ხოლმე საშობაო ბაზრობაზე, რადგან ძალიან ბევრი კომპანია ახლა არის პროტესტის რეჟიმში და ისინი პირდაპირ უარს ამბობენ, რომ საკუთარი პროდუქცია გასაყიდად გამოიტანონ საშობაო ბაზარზე. საშობაო ბაზარი ეწყობა ხოლმე თბილისის ქუჩებში, ორბელიანების სასახლის წინ, ასევე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. რომელთა რაოდენობაც ახლა უკვე 300 აჭარბებს. ამ კომპანიების წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ იმ დროს, როდესაც მთელი ქვეყანა ფაქტობრივად საპროტესტო რეჟიმში არის, ხალხი დგას უწყვეტად ქუჩაში, სცემენ საქართველოს მოქალაქეებს, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს, სასტიკად უსწორდებიან. ყავს ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი დაკავებული ციხეებში. ამ დროს არავის ეხალწლება, არავის აქვს საახალწლო განწყობა და შესაბამისად ისინი პროტესტს სწორედ ამ ფორმით გამოხატავენ. მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არიან ის ადამიანები, რომლებიც თავიდანვე შეუერთდნენ ამ პროტესტს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა გავლენა და რა ეფექტი შეიძლება იქონიოს ქვეყანაში არეულობამ. ქვეყნის რუსეთისკენ სვლამ და უარის თქმამ ევროპაზე, რაც უკვე არის ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკა, მათ საკუთარ თავზე, საკუთარ ბიზნესზე უკვე გამოსცადეს ეს უარყოფითი ეფექტი და მიიღეს საკმაოდ დიდი ზარალი და მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე ეს მეწარმეები ელოდებიან ხოლმე სწორედ ამ საშობაო ბაზარს, რადგან აქედან საკმაოდ დიდი არის ხოლმე მათთვის მოგება. მიუხედავად ამ დიდი მოგებისა, ისინი უარს ამბობენ ამ ბენეფიტებზე და არჩევენ, რომ ახლა დადგნენ სწორ მხარეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტში, გადამწყვეტ მომენტში, მათ უარი თქვა და პროტესტი გამოხატონ თუნდაც კახა კალაძის მისამართით და ისინი არ ჩაერთონ საშობაო ბაზრობაში და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ჯიხურები, რომლებიც ახლა უკვე ნელ-ნელა ეტაპობრივად ეწყობა თბილისის ქუჩებში, მათ შორის ორბელიანების სასახლის წინ, გარკვეულწილად შესაძლოა ცარიელიც კი დარჩეს. საინტერესოა მერი კალაძე ვის ეპატიჟება ამ ღონისძიებაზე, მაშინ როცა ამდენი პოლიტპატიმარი ყავს ქვეყანაში, ესეთი კრიზისია ქვეყანაში, რომელ მეწარმეებს ეპატიჟება გამოფენაზე, 600-ზე მეტი მეწარმე უკვე ვართ ბოიკოტის რეჟიმში და უკვე 21 დღეა გარეთ დგავართ და ვითხოვთ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჩვენ აღარ ვმუშაობთ ჩვენ საწარმოებში, გამოვედით იმისთვის, რომ ჩვენი მოთხოვნები შესრულდეს. ჩვენ ჩვენის მხრივ მუდმივად ვიბრძვით იმისკენ, რომ მაქსიმალურად მიუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს ჩვენი პროდუქცია. არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ ევროპული გზიდან გადახვევას და რამის დათმობას. როცა ვუყურებდით იმ სიტუაციას, რაც ხდებოდა ქვეყანაში, რაღაცნაირად ჩავთვალეთ, რომ ჩვენს როგორც პატარა კომპანიას ეს შეგვიძლია რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ დიდი კომპანია, უნდა მიგვეღოთ რაღაცნაირად ჩვენი აგვეღოთ ჩვენ თავზე ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ლუმიერსი დგას სამოქალაქო საზოგადოებასთან, თამამად შემიძლია რომ ვთქვა, რომ ჩვენი ხედვა, ჩვენი იდეები, რა თქმა უნდა არის ევროპული, ჩვენი იდეაც არის ევროპული, ჩვენი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის სრულიად ევროპული და რა ვიცი, ჩვენ გავართ ქართული საზოგადოების გვერდით. ეს არის ჩვენი სამოქალაქო პოზიცია და იმედია მალე დასრულდება ყველაფერი და კარგად დასრულდება, რაც თვალარია. თბილისის მერი კახა კალაძე ამ შემთხვევაშიც აქაც ცდილობს, რომ განსხვავებული რეალობა დაგვანახოს და ანახოს თბილისელებს. ის გააკეთა მან განცხადება ამასთან დაკავშირებით, მცირე მეწარმეების პროტესტთან დაკავშირებით და კახა კალაძე ირწმუნება, რომ მხოლოდ 9 კომპანია არის ისეთი, რომელმაც უარი თქვა საშობაო ბაზარში მონაწილეობის მიღებაზე, თუმცა მეწარმეები ამბობენ, რომ მათ აქვთ ასევე დახურული ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული არიან მცირე მეწარმეები, 600-ზე მეტი მეწარმე არის ამ ჯგუფში გაწევრიანებული, ასევე შეიქმნა პლატფორმა, ვებგვერდი Happy EU Year G, სადაც ასევე 300-ზე
მეტი მეწარმე არის გაწევრიანებული და დაფიქსირებული და უცნობი არის რა რიცხვებით, რის მიხედვით საუბრობს კახა კალაძე ამ შემთხვევაში. მეწარმეები ამბობენ, რომ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად იზრდება მცირე ბიზნესის წარმომადგენლების რაოდენობა, ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ასევე უერთდებიან ამ პროტესტს და უარს ამბობენ, რომ მიიღონ მონაწილეობა საახალწლო და საშობაო ბაზრობაში და როგორც უკვე გითხარით, ისინი ახლა პრიორიტეტულად თვლიან სწორედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს, რომ ისინი იდგნენ სწორ პოზიციაზე და მსხვილ ბიზნესმენებთან ერთად მათაც დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი.